გამარჯობათ, მე გახლავართ თარაშ მანდარია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლაბორატორიის და 3D ორგანონის თანამშრომლობით და პარტნიორობით დღეს მინდა მცირე მიმოხილვა წარვადგინო ჩვენი ვასკულარული სისტემის, კერძოდ ჩვენი აორტის როგორც ვიცით, აორტას იწყება მარცხენა პარკუჭიდან, რომელიც არის აი აქ მდებარეობს. ეს გახლავთ ჩვენი სემილუნარული სარქველი, საიდანაც რეალურად იწყება ჩვენი აორტა. ასე თქვათ, მისი ძირითადი ფუნქცია არის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის გადატანა ორგანოებსა და ქსოვილებში, ასევე სისხლის წნევის რეგულაციაში მონაწილეობა და ეს ამას ახდენს თავისი ელასტიურობით და კონკრეტულად ვისაუბრებთ რა, ასე თქვათ, შრეები აქვს ჩვენს აორტას. აორტის ნაწილები არის პირველ რიგში აღმავალი აორტა. ეს გახლავთ აღმავალი იგივე ასწვრივი ნაწილი ჩვენი აორტის და ასწვრივის ნაწილში ვალსალვას სეგმენტში ჩვენ გვაქვს პირველი განტოტვა, რომელიც არის კორონალური იგივე გვირგვინოვანი არტერიები. ჩვენ გვაქვს მარცხენა და მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია. ამის შემდეგ ჩვენ უნდა ვისაუბროთ აორტის რკალზე და აორტის რკალი არის, ასე ვთქვათ, გარდამავალი ჩვენი აღმავალი ასწვრივი აორტის და დაღმავალი ასე ვთქვათ, გულმკერდის ნაწილის, ეს არის გულმკერდის აორტა, ასე ვთქვათ, დასწვრივი აორტა. იგივე დაღმავალი აორტა. მაგრამ პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ აორტის რკალს აქვს სამი ძირითადი განტოტვა. ესენი არის პირველი, რომ კარგად დავინახოთ, ეს არის მხართავის ღერო და მხართავის ღეროსაც აქვს თავისი განტოტვები, რომელზეც მოგახსენებთ. აორტის რკალს ასევე აქვს საერთო საძილე არტერია მარცხენა ნაწილი და ასევე ჩვენ გვაქვს და გვხვდება ლავიცქვეშა არტერია მარცხენა ნაწილი. მარცხენა ნაწილი ჩვენი ლავიცქვეშა არტერიის. რომ გავამახვილოთ ყურადღება ჩვენ კონკრეტულად მხართავის ღეროზე, მხართავის ღეროს აქვს, ასე ვთქვათ, თავისი განტოტვები, კონკრეტულად ეს არის ლავიცქვეშა არტერია, ოღონდ მარჯვენა ნაწილი და ასევე, მთავარი ეს არის საერთო საძილე არტერია, იგივე ჩვენი მაგისტრალური არტერიები. რეალურად მაგისტრალური არტერიას მარცხენა მხარე, ასე ვთქვათ, არის ეს ნაწილი. საერთო საძილე არტერიის მარცხენა ნაწილი. კარგით, ეს იყო კონკრეტულად, ასე ვთქვათ, აორტის რკალზე და აორტის რკალის განტოტვებზე. ახლა ვისაუბროთ დაღმავალი არტერიის, კონკრეტულად გულმკერდის დაღმავალ აორტაზე. პირველ რიგში ის იყოფა ორ ნაწილად, ზოგადად დაღმავალი აორტა, ეს არის თორაქსიკული, იგივე გულმკერდის ნაწილი და მუცლის ნაწილი. აი ეს გახლავთ მუცლის ნაწილი ჩვენი აორტის. და ასე ვთქვათ, მთავარი ანატომიური ნაწილი, რომელიც ანსხვავებს და ყოფს ჩვენს გულმკერდის და მუცლის აორტას, არის ჩვენი დიაფრაგმა, რაც არის ანატომიურად უმთავრესი ფუნქცია და ნაწილი. მოდი გადავიდეთ ახლა მორფოლოგიურ ნაწილზე და სტრუქტურულ ნაწილზე თვითონ აორტის და შრეების თუ როგორ წარმოიქმნება ჩვენი აორტა. ამისათვის გადავიდეთ ჩვენ მიკროსკოპულ სტრუქტურაში და უფრო კარგად შევხედოთ ნაწილებს. ჩვენ აქ გვაქვს შიდა შრე,
აი ეს გახლავთ შიდა შრე, ეს არის არტერიის ენდოთელიუმი, იგივე შიდა შრე და ის არის რეალურად სისხლთან უშუალოდ კონტაქტში, როდესაც სისხლი მოძრაობს თავად არტერიაში და აორტაში. ასევე ჩვენ გვაქვს შუა შრე, რომელიც იმყოფება აქ, ეს არის არტერიის გლუვი კუნთი, შუა გარსი, რა თქმა უნდა, და შემდეგ გვაქვს გარე შრე. აი ეს გახლავთ არტერიის სეროზული გარსი, ხოლო ეს ნაწილი, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს არის არტერიის გარეთა შრე. ნუ გარეთა შრე არის რეალურად დაფარული უკვე როგორც მოგახსენეთ, სეროზული შრით. დავბრუნდეთ ისევ ჩვენ აორტაზე. და გავაგრძელოთ უფრო დეტალურად საუბარი აორტაზე. ნუ პირველ რიგში აორტას და გულმკერდის აორტას აქვს, რა თქმა უნდა, გულმკერდის აორტის შემდეგ, რა თქმა უნდა, არის მთავარი მუცლის აორტა, რომელზეც უკვე მოგახსენეთ და შემდეგ მუცლის აორტა მთავრდება ჩვენი ილიაკური არტერიებით, რომელიც იტოტება ორად. აი ეს გახლავთ ჩვენი თეძოს საერთო არტერია, იგივე ილიაკური არტერია. ამ შემთხვევაში ეს არის მარცხენა ილიაკური თეძოს არტერია და ეს არის მარჯვენა თეძოს არტერია. ამისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.